გამარჯობა კიდევ ერთხელ. მოკლედ ტინა ბოკუჩავას ქმრის ბოდიშის შემდეგ, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის უფროსშვილს მოუხადა, მეც გამეღვიძა სინდისი. და ქრისტესეული მორალით ბოდიში მინდა მოუხადო ბატონ ბიძინას. ბოდიში შედედამოწყნულო ქვეყნიდან რო გამომაგდეთ, მე 2008 წლის ომის ვეტერანი. ბოდიში შედედაატირებულო ჩემი ძმაც რო გამოვაგდე ქვეყნიდან, ისიც 2008 წლის ომის ვეტერანი. ბოდიში გიხდით მთელი ერი 2.800.000 კაცი შენი ჩრდილოვანი მმართველობის ქვეშ რაც მოსული ხარ რო ჩემსავით აგერ ემიგრაციაშია ტოლვილად გავარდნილი ზოგი პოლიტიკური მიზეზით და უმრავლესი ეკონომიკური მიზეზით. ბოდიში გიხდით ბიძინა შედედამოწყნულო იმის გულისთვის რომ ქვეყნიდან წელიწადში დაახლოებით 7 ტონა ოქროს ეზიდები და აღატაკებ ქართველ ერს და არც საპენსიო ფონდში და არაფერი არ შედის და არაფერი არ კეთდება. ბოდიში გიხდით რომ უმუშევრობა ქვეყანაში ძალიან სერიოზული და მხოლოდ ამის ფონზე პაკისტანელებს, ავღანელებს და ინდოელებს ასაქმებ და როცა ხალხს ყრი, მერე სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოგყავს ჩინელების თამადობით და უმემკვიდრებ ჩვენს ისტორიულ მიწებს და კიდე საერთოდ იმაზე დიდი ბოდიში რომ 800 ბავშვი გაეროს მონაცემებით წელიწადში შიმშილით კვდება ბოდიში შედედამოწყნულო ბოდიში შენ შვილებთან, შენ ვირიშვილებთან და კიდე რა ვიცი, ბევრი ბოდიში გვაქვს მოსახდელი და მე ახლა არ მინდოდა ამ ბოდიშის მოხდა, მაგრამ რო შევხედე აგერ ქვეყანაში რამხელა ტენდენცია ამ ღმერთკაცის მიმართ არ შემეძლო ახლა გამიარა და ბოდიში არ მომეხადა და დღის ბოლომდე კიდე თუ რამეზე გამახსენდება მოსახდელი ბოდიში სერიოზულად გვაქვს ეს წინაშე კიდე ავდგები ჩავწერ ვიდეო შედედამოწყნულო და ბოდიში მოგიხდი ყველაფერთან მიმართებაში და კიდე იმისთვის ბოდიში რომ მთელი ნაციონალური მოძრაობა ის მეორე დედამოწყნულები გაძარცვე და უკვე ქართული ოცნების წევრები არიან და ის რო კიდე ქვეყანაში ოპოზიციური ზალა არის თინა ბოკუჩავა, მიხეილ სააკაშვილი და მისდანანი ვიზეთ შენ აგებ ამხელა სინანულის პოლიტიკას ბოდიში ყველაფრისთვის